ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმაში ბრალდებულ მასწავლებელს 5,000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორმა სხდომათა დარბაზში ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა იშუამდგომლა. პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პროკურატურამ შესაბამისი განცხადება გაავრცელა. როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა. ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. დღევანდელ სხდომაზე ნინო დათაშვილის გათავისუფლებისა და მისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთის შეცვლა უნდა ეშუამდგომლა დაცვის მხარესაც. ამის შესახებ ნინო დათაშვილის უფლებადამცველებმა სხდომის დაწყებამდეც განაცხადეს. მას გადაადგილება არ შეუძლია, ვერ ამოძრაებს კისერს და კიდურებს თითოეული დღე მისთვის არის ტკივილისა და ტანჯვის გაცლება. განაცხადა ადვოკატმა თამარ გაბოძამ, ვიდრე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიწყებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში მყოფი მასწავლებელი დღეს საკუთარ სხდომაზე არ იმყოფებოდა. ამავე მიზეზით გადაიდო საქმეზე ჩანიშნული წინა ორი სასამართლო განხილვაც. ამჯერად ნინო დათაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ბრალდებული მასწავლებლის ადვოკატები ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებენ. მათი განმარტებით უწყებას ნინო დათაშვილის დაკავების დღიდან ჰქონდა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის პრობლემებისა და იმის შესახებ, რომ პატიმრობაში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს საოცარი გადაწყვეტილებაა პროკურატურის, რადგან 4 თვის განმავლობაში ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და სწორედ პირველი ინტერვიუს დროს დღეს ეგ განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებლობა ჰქონდა პროკურატურას, რადგან ის იყო უკანონო დაუსაბუთებელ პატიმრობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უბრალოდ არ აძლევდა საშუალებას ადამიანს, რომ ყოფილიყო პატიმრობაში და გაუარესდებოდა პატიმრობის პირობებში მისი მდგომარეობა. ამის შესახებ პროკურატურისთვის 2025 წლის 20 ივნისს უკვე ცნობილი იყო. შესაბამისად დღეს დაყენებული შუამდგომლობა მათი მხრიდან ბევრი ვერაფერი ვერ არის, რადგან ფაქტიურად დღეს სხვა გზა არ არსებობდა და ნინო დათაშვილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლებულიყო პატიმრობიდან. ჯანმრთელობა ისეთი მდგომარეობაშია, რომ ძალიან გაჭირდება პირვანდელ სიტუაციაში დაბრუნება. თითქმის გამორიცხულია და ხო, არ ვიცი. ცხადია, მადლობა ადვოკატებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც მიაღებინა ეგრეთ წოდებული პროკურატურას და სასამართლოს, მაგრამ ხო, ამით საქმე არ მთავრდება პირველ რიგში სასამართლო გრძელდება, მაგრამ პირველ რიგში მთავარი არის ნინოს სასწრაფოდ მოხდეს მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია და არა რეგრესიის გაგრძელება, რაც ჯერჯერობით მიმდინარეობს. ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლევან იოსელიანი ბრალდებული პედაგოგის პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ 28 ოქტომბერს მან სასამართლოს მიმართა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ პატიმრობის გამოყენება არ შეიძლება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე. ასევე მხოლოდ სადავოქმედების ხასიათსა და ბუნებაზე. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია, თუ კი არ არსებობს რელევანტური და საკმარისი მიზეზები. მისივე განმარტებით საფრთხეების არსებობა კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობის მტკიცებულებებით უნდა საბუცდებოდეს მაშინ, როცა პატიმრობა განგრძობითია. ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 სეკუნდამუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას გულისხმობს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც მას ედავებიან სასჯელის ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.